ეთერშია ჯაფარას პოდკასტი. მხარდამჭერები სოკარი და სელფი. და სტუმარი, რეჟისორი კაცი, გიორგი გოგიჩაიშვილი. გამარჯობა ჯაფარ. როგორ ახლა? კარგად. აი სამგრეკი ჩაივთებ და სხვა რაღაცებში ძახ. კი, საერთოდ სულ არ ვიყავი კარგად. ვინც არიცნობთ ამ ადამიანს ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული, ერთ-ერთი ყველაზე ის გახდა პოპულარული 8 წუთის რეჟისორი, მოკლემეტრაჟიანი φιλმის 10:45-ის ასე რეჟისორი, ბევრი პრიზის მფლობელი. ეგეც არც უმაგისობა. ოქროს მედლები რა ყველაფერი, საერთაშორისო პრიზები, აღიარებული კაცი. დღეს უნდა ვილაპარაკოთ სერიალზე Adolescence, მე როგორც გადავთარგმნე, გარდატეხის ასაკი ალბათ ესე იქნება, მოზარდობა, რაღაც ესეთი ხო და მოიყვანე კომპეტენტური ადამიანი, რაღაც არ მომიყვანე. რეჟისორი. და შენი პოსტი შეხვდა ცოტა ხნის წინ, რომ გაუცებული იყავი ამ იმითი და მეც ეგეთი გაუცებული იყავი, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა დამეწერა. ანუ აი წინა დღეს ვნახე და რომ გავიღვიძე მე ჩავრთე საუნდტრეკი, ხა ყოველ დღე დილით მაგის საუნდტრეკი. Sting-ის ქავერი რა? Sting-ის ქავერზე მახლა საუბარი და ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები და იქ გავდივარ გარეთ რა. და ცუდად ვარ მე მთელი დღე, იმიტომ რომ ანუ აი არ ვიცი, ან ეგ მუსიკა როგორი სწორად გაკეთებული არის. ხო. რანაირად არის ეგრე სწორად, როგორ მიხვდნენ რომ ეგ უნდა დაეკავერებინათ, არ ვიცი, იმიტომ რომ ეგ მუსიკა კიდე ცალკე რაღაცა შვება მაგ სერიალისთვის ხო. კაი, სადამ გავაგზავნებთ. ეხლა რაზე მუშაობ? მიმდინარე ამბები არა. მიმდინარე ამბები არაფერი. ფილმებთან ერთად კიდე მილიონი რეკლამის ავტორი. რეკლამები ხო. რეკლამები თუ ჭამთ პულს. ხალხი ხო და ნუ რეკლამებია ძირითადად. ეხლა ამ ბოლო დროს მოვლენებიდან გამომდინარე რეკლამაც აღარ არის ბევრი სიმართლე რო ვთქვათ, იმიტომ რომ არ არის ხა ბიზნესებსაც დიდად არ არეკლამებათ რა. ძალიან იშვიათად თუ რაღაცას იზამენ და ეგ არის ჩვენ ბიზნესში რაღაცა რო აირევა ოდნავ სიტუაცია ეგრევე. ხო და ნუ არ უნდათ არავის არაფერი და მეც ესე ვარ რა. სერიალებისთვის მცალია. ფილმი რა არის შემდეგი ასაც რომ მიზნებ? არ ვიცი იმისა რომ სერიალიც მაგ დაწერილი 2. ნუ პილოტები დაწერილი. ფილმები სრულმეტრაჟიანის 2 რომ აქვს და ასევე დაწერილი და ასევე გამარჯვებული კინოცენტრის კონკურსში, მაგრამ ნუ ვერ დავიწყეთ რაღაც ფინანსური მოკლედ on hold არის ეს პროექტები 2. და აი ესე რა არაფერი ჯერ ისევ რეკლამები და ყველაზე ისეთ შემთხვევაში ალბათ ყველაზე კაი იქნება მაინც რომ სერიალი გავაკეთო ჯერ და მე ისევ დაუბრუნდა ფილმებს რა არის, იმიტომ რომ სერიალი მინდა ძალიან მიყვარს თან ცოტა მინი სერიალის მუღამი მქონდა ისედაც ყოველთვის და ეხა ამან კიდე მთლად გამაგიჟა. ჩვენ კიდე პროექტზე ბევრ არა, რამდენიმეზე გვიმუშავე ერთადაც. თუ პროექტებზეც მათ შორის ყვატა შორის. კი, საშინლად რომელიც მოხსენდება. უძინარი ღამეები და ტიროდით ხომე იყო დღის ბოლოს. კარგი. ნუ პირველი რაც მე ამ სერიალზე გავიგე იყო რომ ეს არის 4 სერია და 4 უწყვეტი კადრი. და ნუ პირველად მაგითო დავინტერესდი რომ აბა რა ხდება, მაგრამ ნუ უწყვეტი კადრი არის 20% იმისი რაც თვითონ სერიალი არის. მე უწყვეტი კადრი რომ გავიგე, რომ იყო ყურება აღარ მინდოდა, იმიტომ რომ ძირითადად ეგეთ ხერხს მიმართავენ ხოლმე რაღაცის გადასაფარად რა, აი просто ჰაიპისთვის რომ აი უწყვეტი კადრით გადავიღეთ და იშვიათად არის ხოლმე რომ ეს უწყვეტი კადრი იყოს მართლა საჭირო. ხო. აი მართლა რო ჭირდებოდეს რა ფილმს რა და ჟანრიც იტანდეს და ასე შემდეგ. ნუ მაინც ეხლა ჩავრთე რა ვიცი თან 4 სერია, მეთქი მალე იმას ვიზავ და ნუ ხო, ანუ შეგაწყვეტინებ დასაწყებათაც ეს ინფორმაცია საჭიროა, რომ უკვე რეკორდები მოხსნა უკვე ამ სერიალმა რა, მაგითო გადავწყვიტეთ გარდა იმისა, რომ მოგვეწონა, ძალიან გახმაურებულია, ისეთ თემას ეხება, რომ მარტო ბრიტანეთის ცხოვრებაზე არ არის ალბათ სოფლიოში მნიშვნელოვანი თემა არის და რაღაცა ბრიტანეთის რეკორდები ხო ცალკე მოხსნა Netflix-ზე ნომერი პირველია და სიგიჟეა და ნუ აი სადაც წააწყდები სტატიასთან რაღაც ყველა იწყე ამბობს რომ უწყვეტი კადრის გადაღებული. ხო და სადამ სცენარზე მივალთ ეს რო უწყვეტი კადრის გარეშე ყოფილიყო ჩაოლებრივად გადაღებული ეგეთ ეფექტი ექნებოდა? მიფიქრია და არც ერთ შემთხვევაში არ იქნებოდა იგივე ფილმი. ისე სწორად არის გადაწყვეტილი რომ ეს იყოს უწყვეტი კადრი. ნუ ხა უწყვეტი კადრი ამ შემთხვევაში რას გვაძლევს ხო რომ შენ თვითონ იყო მონაწილე იმის რა, ანუ ზუსტად ის დრო გავიდეს შენ თვალწინ, რა დროშიც ის პერსონაჟები არიან. და აი ეგ მონტაჟით ეგ დრამა რეალურად მართლა რა დრამაზეც არის ლაპარაკი. ჩემი აზრით ვერ მიაღწევდა რეჟისორი მაგას რა. ხო, ეგ ეფექტი აქვს რომ ვერ გაიხედა ვერც ეს უყურებ პირღია რა. კი, აი საგიჟეთია, იმიტომ რომ ეს უწყვეტი კადრიც ისე არის ნამუშევარი და ისეთი დამუშავებულია რომ
არ ვიცი, სიგიჟეა რა. სრულიად. ხო, თავიდან რომ დაიწყო, ესე იწყება ეს ხო კიდე ერთი გაფრთხილება რაც უნდა მეთქვა თავიდან, არის რომ ძალიან ბევრი სპოილერი გვექნება. მაგის გარეშე ვერ ვისაუბრებ. ხო, და ვისაც ჯერ ნანახი არა გაქვთ, გაწყვიტეთ, უყურეთ და მე გააგრძელეთ. თავიდან რომ იწყება რომ პოლიცია შევარდება და სახლში ქაოსია, გვინახავს ბევრჯერ რა, მოთახი და მოთახში, მაგრამ მე გამოყავთ მანქანის ხლებია, ამდენი ხანი მანქანა მიდის. მე გადმოდიან შედიან პოლიციის განყოფილებაში, იქ სიგიჟეები ხდება. თავაროლში ეგ ცალკე ბოდიში ხაზია გაგაწყვეტინებ ძალიან მომეწონა ეგ ფაქტიც რომ მანქანა არის ხშირად გამოყენებული რა იმიტომ რომ ეს მანქანით რომ ერთი წერტილიდან აწერტილიდან B წერტილში მიდიხარ და ეგეც კი უწყვეტად როა შიგნით რა აი თითქოს რაღაც არ მახსენდება არსად რა ეგრე რომ აი მანქანაში მართლა სახლიდან განყოფილებამდე რა დროს ჭირდება და ან იმ მეოთხე სერიაში სახლიდან იმამდე რაღაცა მოლამდე თუ რაც არის რაღაც სყიდვა რომ მართლა იმდენი ხანი რომ მიდიან ტიპები რა და აი თან არა მოსაწყენად. და ნუ მე პოლიციაში კიდე რამდენი ოთახში შედიან, რამდენი პერსონაჟი შემოდის, გადის და მამის როლს მის თამაშობს სტივენ გრეჰემი. ეგ არის სცენარის ავტორიც, იდეის ავტორიც ერთ-ერთი და მაგან თქვა რომ მეორე დუბლში გადაიღეს პირველი სერია. მთელი. ხო, ეს რაღაცა making of-ი რომ ნახე რაღაცები იყო რომ ზოგი პირველი დუბლი. და მესამე ბოლო სერია მე 14 დუბლი დაჭირდა წარმოიდგინე. 14 ჯერ დაიწყებთ ამ სერიას. მოკლედ 1 საათი არის დადგმა არის რა. სპექტაკლია პრაქტიკულად, ოღონდ ნუ და მან ხანდახან არის ხოლმე უწყვეტი კადრი ქვია, მაგრამ მონტაჟში რაღაცებს თან ეს ახლა თანამედროვე მონტაჟი შეიძლება, მაგრამ მან მე ვერ ვიჯერებ. ერთ ეპიზოდში შემეპარა, ეჭვი მე მგონი მესამე სერია არის, სკოლაში მიდიან, ხო. პანჯარაზე იძახ. მაგრამ არა კაკრას. არა. მან არის გადაწოდების აქ ხო. ანუ ბავშვი ეს კლასში შედის კამერა, ბავშვი გადახტება გარბიში და კამერა მიყვება. ხო, ეს თან შუშას გაივლის მაგდროს. შუშაში. და კეტილ პანჯარას გაივლის. ხო, მან შენს მაშინ მე მგონი კომენტარი დამიწერე მაგაზე, მე რომ ჩემს სტატუსზე მქონდა. მან ჩემი აზრით არის გადაწოდების მუღამი. ანუ მან ხო სულ ერთმანეთს აწუდიან, ანუ ხო, იმიტომ რომ 1 საათი იყო. ერთი ოპერატორი ვერ იმუშავებს. თან მან კიდე ტექნიკური მუღამი ისაა, რომ მიდის სიტყვაზე ოპერატორი, რომელსაც ხელში უჭირავს კამერა, მაგრამ სადღაც ისეთ ტიპს აწუდის, რომელმაც კრანით უნდა აწიოს ეს სიტყვაზე. ხო, ან დრონს მიაბანა. ხო, ბოლოს დრონს მიაბანა და აფრინდეს. ამიტომ სულ გადაწოდებები მიდის. მაგ ფანჯარასთან გონია რომ გადაწოდება არის და არა ის ქათი რაც შენ გგონია. მაგრამ ახსოვს შეთქი რომ შუშა შეიძლება იყოს ეფექტი გრაფიკა. რომ ვითომ შუშა გრაფიკაა, იმიტომ რომ შუშა არც იღება. ანუ ისე გადის შუშაში და ნუ გრაფიკაა წესიდარი. ანუ მიტრეკილია უბრალოდ ჰაერში არის. აქედან რომ მეორე კამერა დახვედრო და იმას გაეგრძელებინა არის მაგის შანსი. არა, მეორე მან კამერა ნახდათ არ იცვლება არც ერთ ვარიანტში. ერთადერთი მაგის შანსი არის მე თონაც გადამიღია ეგეთი ეფექტით. მაგის ყველაზე კარგი შანსი არის ხოლმე, როცა ძალიან სახიობი აღარ ყავს, ხო, სახიობი აღარ ყავს კადრში და აქედან აი გვერდზე ტიპი რომ უნდა გადავიღო, აი ამ მაზოქში მე იმას თავიდან ვიღებ და აი ამაში ვაკეთებ კაც და საერთოდ არ ეთქო. მაგრამ აქ ეგეთი სცენაც არ არის. თითქოს ხო ძალიან დინამიურია, მაგრამ ისე რომ სახიობი არ კონდეს და უბრალოდ კამერა ტრიალდება, ყოველ შემთხვევაში ხო მე პირველად რო უყურე, ეგ მაგას დიდად აღარ ვაკვირდებოდი. ეხა კიდე მინდა რომ ტექნიკური თვალითაც ხო, მაგრამ არ მგონია მოიტყუან და ეგ რა და თქვენ რომ არ გვიქნა ხო, იმიტომ რომ ეგ არ არის ამის თავი პლუსი ამ სერიალის რომ ნამდვილად არ არის მაგაზე. კომერციული საიდუმლოება იყოს ეგ რომ არა ჩვენ მართლა გადავიღეთ ამ დროს. უბრალოდ ვერ ვიჯერებთ ორი. ხო. თან ერთი მომენტი არის, მე მგონი მე არის დრონით არის კადრი ესე და მე ჩამოდის და პერსონაჟამდე მიდის და პორტრეტზე რომ მიდის, გრეჰემის პორტრეტზე კაკრას აი როცა კავერი არის იმის სტინგის. ხო. შენ ხო აფრინდება ამ გოგოსთან გოგოს ის არის რაღაცა დრამატული ესეთი მძიმე სცენა, აფრინდება, ზემოდან ნახულობთ ამ იმაზე, პარკინგზე ამ კაცს და ჩამოდის პორტრეტთან. და მაგით თავდება, ნუ რაღაცა შენ რო იყო რეჟისორი, მაგის დადგმას, ანუ საერთოდ მოკიდევდი ხას, აუ დიდი სიამოვნებით. ყველაზე რთული რაღაცა ალბათ რაც კი მინდა. ანუ ეს ხო არ არის რომ სცენაზე და ანუ მთელი ქალაქში დადგა სპექტაკლი. ყველაზე ანუ რომ იმუშავია სეტზეც და აქედან ხვინდა ყოფილა რომ მაგას უყურებ თან ვფიქრობდი რომ პროდაქშენი რასაკეთებს ამ დროს რა უკან რა ხდება. ნუ შენ პროდიუსერი ხარ და შენი გასაჭირი ქონდა მაგ დროს. კაი, მანქანა შევარდი, ყველაზე შოქში ჩავარდი მესამე სერია. სკოლაში რო შედის კამერა და მთელი სკოლის ბავშვები რო თამაშობენ, ანუ ეგ ერთ უწყვეტ კადრად. სამი ბავშვი რო ყავს სეტზე მაგას ვერ ვიყავ მთელი სკოლა. ხო გითხარი მაშინ გვაცას უწყე რომ ერთხელ იყო სამი ბავშვი ყავდა თქო და დანევროზებულები ბორჭი დღეს ბოლოს. ბავშვი და ძაღლი როცა არის ხოლმე სეტზე ის ყველაზე დიდხანს გრძელდება ის გადაღება და მთელი სკოლა ყავდა. ხო და მთელი სკოლა დიდები პატარები ბავშვები პატარების კლასში შედის ისინი როგორ თამაშობენ. მე კიდე უფრო სიგიჟე ის რო იწყება სახანძრო სწავლება რო არის და მთელი სკოლა რო გამოყავთ და იქ იქ არის სცენა, ის კი არა სადაც გავიდნენ შორს ჩანან, იქ შედის კამერა, იქ სცენა არის.
და მე უკან რო ადიან. ხო. ყველანი. და თან მანდ არ არის დავიწყებული ის რომ ეს ბავშვები უბრალოდ ექსტრა არ არის. და რაღაცა კონკრეტული პერსონაჟები არის. გოგო მაგალითად, რომელიც ძალიან ზრდილობიანია, ერთ თუ გახსოვს ეგეთი გოგო, კიბეებზეც ეკითხება, რომ დარწმუნებული ხართო, რომ ეს ნამდვილი ხანძარი არ არის და მადლობა. სხვა ბავშვებთან კონტრასტულია, გაიგე, ისინი ხო ძალიან უზრდილობენ. ყველას რაღაცა აქვს რა, იქ პატარა როლი, თუნდაც ამ ექსტრას. კი, პატარა ბავშვებსაც აქვს, რომ დაცინიან სულ ამას პოლიციელს და იმას მასწავლებელს დაცინიან. მასწავლებელს თუ არის. ხო და ანუ ეგ არ არის ესე რა, ანუ მანდარი ზუსტად რომ მოსაწყენი რო არ იყოს ამ უწყვეტ კადრს გარდა იმისა რომ გასაგებია დინამიურია, მეორე ხრუშელა ძალიან მოსაწყენის გახადოს რა, იმიტომ რომ ნუ ხერხია დროის გასვლა. იღლები ხო, ყურადღება გეძება. ხო, ნუ სულ არ შეიძლება ესე უყურო, მაგრამ ნუ ამათ ისე აქვს ეს ყველაფერი გაკეთებული და ისე არის დადგმული ეს ყველაფერი, რომ უბრალოდ თვალს არ გახუჭინებს არც ერთი წამით. განსაკუთრებით მესამე სერია, როცა წესით ყველაზე მეტად უნდა დაიღალო ყურებით, იმიტომ რომ უბრალოდ დიალოგი არის. მესამე არის, როცა ერთ ოთახში ბავშვი ბრალდებული ბავშვი და ფსიქოლოგის საუბარი. მან ძალიან საინტერესო იქნებოდა ფსიქოლოგი რო ყავდეს ახლა კიდე ჩვენ. ხო. მე როგორც ვიცი სეტზე, ნუ ის სეტზე ყავდათ ფსიქოლოგი, რომელიც ზრუნავდა რომ ბავშვი მსახიობის ჯანმრთელობაზე ის არ გაგიჟებოდა. კიდე ეხლა ალბათ ესე ვიხტუნავთ თემაზე, იმიტომ რომ ეხაც რო დავიწყეთ ლაპარაკი, მახსენდება ის ემოციები, რასაც უყურებდით რა და დღეს უსმენდით მანქანაში რამხელა დებატები გამოიწვია ჯერ იმაზე, რა ქვია, ფემინიზმზე და ტოქსიკურ მასკულინობაზე და საერთოდ სხვაგანა პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა უკვე დებატები ამ იმაზე. მაგრამ ჯერ როგორც კინოზე ისე ვილაპარაკოთ, მსახიობები თამაშობენ სხვანაირად. კი ბატონო. და ეს ბრიტანული ხასიათი არის თუ ანუ ძალიან ნამდვილები არიან. კი, მაგარი მსახიობი თამაშობს და მუღამი ეს არის ნამდვილი იყოს, მაგრამ ესენი მართლა გონია რომ დოკუმენტურს უყურებს, სკოლაში რო შევიდეს კამერა მართლა როგორც მოიქცევიან. უბრალოდ კამერას არ უყურებენ რა. განსხვავება. ხო, ვერ ხარობითო არ არსებობს კამერა. ზოგადად ახლა ბრიტანული სკოლა სამსახიობო თვალსაზრისით ალბათ ყველაზე ძლიერია მსოფლიოში, რა ვიცი, ჩემი უსაყვარლე ყველაზე მეტად რომ მსახიობსაც პატივისცემ გარი ოლდმანი, ეგეც მაგ სკოლის და ანუ ბრიტანული სკოლა ზოგადად ნუ ალბათ ყველაზე ძლიერია რა, არ მახსენდება სხვა ეგეთი მაგარი სკოლა. და ნუ ყველა მსახიობი ძლიერი ყავთ ახლა, აი დაადეთ ითი ბრიტანულ მსახიობს, რომელიც ნუ ცნობილია, ჩვენ თუ ვიცით ესე იგი ცნობილია. ყველა ძალიან მაგარია. მაგრამ მაგიჟებს ბავშვები, ანუ ბავშვმა როგორ გააკეთა ეს ყველაფერი. არის რო იცი, პირველი როლი მაგ ბავშვის. კი, პირველი როლია და სცენაზე უთამაშია, არც ალბათ სკოლის სპექტაკლის მან არის ჩემი აზრით ეს ის შემთხვევა, როცა რეჟისორის კინო არის, გასაგებია. აი სცენარიდან რო დავიწყოთ რა. მოცეს მოვინიშნა ხოლმე რა გამოჩეს, ხო? სცენარიდან რო დავიწყოთ არაპოპულარულ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ რეალურად სცენარი, ამბავი არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ამბავი არ ხდება არაფერი ისეთი, რაც ნუ ეგ ბავშვი დაიჭირეს ბრალდებით, მიყავთ პოლიციაში და მშობლები ნერვიულობენ, ის ნერვიულობენ. მაგრა კურსით რო შეხედო, არაფერი სცენარი არ არის. მაგრამ ნუ სხვა კურსით უნდა შეხედო, ხო? ამიტომ გონია რომ ყველა ეს არ ვიცი ეს სიგიჟეები რა მათ ჩვენ გაგვაგიჟა, ცოტათი აქ უკვე რეჟისორის რაღაცა ფუნქცია შემოვიდა დიდად რა, ჩემი აზრით. იმიტომ რომ აი ეს მსახიობიც ბავშვი გინდა თუ ნებისმიერი მსახიობი რომელიც მანდ ისეთ მასტერ კლასს ატარებს, რა ვიცი, ყველა სახელმძღვანელოთ უნდა დაიდოს ყველა მსახიობმა და არა მარტო დიდი წილი ჩემი აზრით, მაინც ახლა რო წარმოიდგინო, როგორი სამუშაო პროცესი იყო, რო წარმოვიდგენ, დიდი წილი მოდის რეჟისორზე აქ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მან ხო რამდენიმე მეთოდია რეალურად რა სეტზე როცა ყავს მსახიობი, არიან რეჟისორები, რომელიც აურას ქმნიან სეტზე, მაგალითად თუ გაბრაზებული კაცი უნდა გათამაშო მე შენ, იქ რაღაცებს სპეციალურად რაღაცებს ვაკეთებ. რომ ყველა დაძაბულია და შენს გაბრაზებ რა, ოღონდ შენ ეს არ იცი რომ მაგიტო გაბრაზებ. არიან ტიპები, რომელიც აი რაღაც სტანისლავსკი და უნდა დაიჯერო და შეხვიდე ამ პერსონაჟში. არის რომ უბრალოდ ტექნიკურად ყველა მიმიკას გაჩვენებ და მე შენ ამას ტექნიკურად ასრულებ. და აქ რა გაუკეთდა ამ ადამიანმა, არ ვიცი, მე არ მჯერა თავისით ამას, ანუ ვერ. აქ არის ნამუშევარი უკვე კონკრეტულად რეჟისორთან და ამ ბავშვის ინტერვიუც რო ვნახე, იქ სულ მადლობებს უხდის იმ მსახიობებს, ვისთანაც პარტნიორობაში იყო, იმიტომ რომ ისინი გამოცდილი ტიპები სულ ეხმარებოდნენ. ასწავლიდნენ, აჩვენებდნენ რა, როგორ ექნა, რა ექნა და მე ეს თავისებურად აკეთებ. ნუ სასწაულია, რასაც ეგ ბავშვი აკეთებს, მაგრამ ნუ ალბათ არიან ეგეთი ფენომენალური აი როგორ უნდა მეც ალბათ ძირი ყველა თამაშის არის რომ პერსონაჟი გაითავისოს შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას და ითამაშო ხო ანუ შენ თავზე გამოცადო ის თავგადასავლი მე რო ეს დავმართნოდა და პერსონაჟი რო საღალ ბრაზდებოდა ყვირის შენ როგორ გაბრაზდებოდი ხო და ნახე კიდე სხვა არის ნახე მანდარი მე მაგალითად ძალიან შემვნია ხოლმე როცა ვინმეს ვიღებ
რაღაც პერსონაჟზე მუშაობდა მსახიობს კასტინგი მაქვს ეს მსახიობი გავდეს პერსონაჟს ხასიათით რა ანუ ცოტათი გავდეს რომ მე იმან თავისთავი ითამაშოს და უფრო მარტივია რა მაგ დროს ხელფეხი მაქვს გახსნის მაგრამ არის ეს სტანისლავსკი და ეკპონტია რომ არა შენ კი არ უნდა იყვირო ისე როგორც შენ იყვირებდი როცა აქ ტკივა სიტყვაზე როგორც აი ეს გოჩა იყვირებდა ისე უნდა იყვირო ანუ უნდა დაიჯერო რომ შენ ის ხარ და ისე გააკეთო რაც არის ალბათ ერთ-ერთი ურთულესი ტექნიკა რა რომ აი წარმოიდგინო რომ ხარ კლოუნი სიტყვაზე და რაღაცა იმის ტყავში შეხვიდე და ეს გააკეთე და ამიტომ აი ცოტა ვერ ხვდები ამ ბავშვს როგორ მიუდგნენ ან ზოგადად მსახიობის თავს არ ვიცი რა მეთოდი რომ ბავშვმა ესე ითამაშოს ნუ ჯერ კასტინგი რა კასტინგი ხო თან უსმენდი ინტერვიუს ტიმ გრეჰემის რომ 500-მდე ბავშვი გასინჯეს კასტინგზე შეარჩიეს რა თქმა უნდა და ბოლოს არჩიეს 0 გამოსტილების მქონე ბავშვი კი ბატონო იმიტომ რომ ის გააქვს ნანახი და მგონი გააქვს ნანახი ET-ის კასტინგი რო არის სპილბერგთან არა აი მე ნახე რა ანუ ET-ის ხო გახსოვს ეს სპილბერგის ET მაგის თავარ გმირ ბავშვზე არის კასტინგის ვიდეო დევს და ეს ბავშვი რასაკეთებს კასტინგზე ნახე და მიხვდები რომ პროსტა ფენომენალური ნიჭის ესე ადამიანები იბადებიან იმისთვის იმ ბავშვისთვისაც პირველი იყო ესე კამერასთან ისეთ რაღაცას აკეთებს აი ესეთ სცენარი როცა ეს FBI-ის აგენტი მოდის და უნდა წაიყვანოს მოკლედ ეს სხვა პლანეტელი და აი ეგ დიალოგია იქიდან სპილბერგი კარნახობს თუ რაღაც თავის ფრაზებს აი საგი არ ვიცი როგორ უნდა ქნა ეგ არ ვიცი მაგრამ არ ვიცი რაღაცნაირად ყოვლობენ ეგეთ ხალხს ახლა დიდი ქვეყანაა ჩვენთან გაჭირდება მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ნიჭიერი ერი ვარ და მსახიობები ძალიან კარგები ყავს ჩვენთან გაჭირდება ცოტანი არიან ანუ ცოტა და ძალიან ძნელი ხო თან ისიც არის ხოლმე რომ მე იშვიათად არის რომ წარმოიდგენიან ხო აი რაღაცა მაკოლი კალკინი და რაღაცა გამოჩნდნენ და ვახ რაღაცა მე დიდად აღარ ჩავ ძალიან ბევრი თუნდაც აი ასე სპილბერგის აი მე რა ქვია ხელოვნური ინტელექტი ხო მე მგონი ხო ის ბავშვი რო არის ბავშვი ხელოვნური ინტელექტის სპილბერგის აი რაღაც სასწაული ბავშვია მაგრამ ნუ სად არის გაცმარიც ეხა ეს უკვე მუშაობს რაღაცაზე მარგო რობისთან ერთად რაღაცა ბლოკბასტერზე ბავშვი ეგრევე წაიყვანეს ხო აი მანდ არ ვიცით როგორი იქნება რა აქ მგონია რომ თავის ადგილას სწორ ადგილას იყო სწორ დროს აქ რა მან პირველი გარდასახვა კი პირველად რო ბრაზდება და უცებ თვალებში რო მესამე სერიაში ხო იდეაში ეს თვითონაც როგორც ამბობენ იმაზე არ არის მართლა მოკლა თუ არა არის რატო მოხდა მაგრამ მაინც შენ უყურებ რომ გაინტერესებს რომ მართლა რა ხდება რა არ გინდა რომ დაიჯერო და უცებ ისეთ თვალი გამომეტყველება აქვს რომ ბიჭო არა ეს მოკლავდა იქ არც ის არის უბრალოდ გაბრაზდება მაგრამ მამედ იჯერებ რომ ეს მოკლავდა იმას როდის დავიჯერე ყველაფერი და მივხვდი მანდ არის მესამე სერიაში ესეც იწყებს ლაპარაკს ერთადერთი რაც გავაკეთეო პაუზა აქვს და ეს და გახედავს და როგორ მიყურებ რომ გაინტერესებს რომ რას ვიტყვიო ბიჭო ეგრევე რო პერსონაჟს ხმის და მეთქივი და აღჭე თვინმე მეხლებში რა არის ხა ეს ნუ და ეს ხალი რო გადის მე ფსიქოლოგი თუ გახსოვს არ გვაჩვენებენ კამერაში რას ხედავს და მარტო ამის პორტრეტია როგორ უყურებს ჩუმად ხო ის ბავშვი მარტო როა სათვალთვალო კამერიდან თუ და ამის სახით რო ხვდები რეალურად რომ ამან დაინახა ის ყველაფერი დაინახა გარჩ იცის და მაწყვეთ რომ მორჩაო დღეს მე აქ აღარ დაბრუნდი ჩემი საქმე გავიგე და მანდარი კიდე ერთი არ ვიცი მე ხე სულ გამახსენდება ეგრე მომენტები რომ სულ მაგ მომენტებით არის სენდვიჩს ის ბავშვი ერთს უკბეჭს და რომ წავად ეს ხომ არტო რჩება და სენდვიჩს რო ხელს ვერ კიდებს გახსოვს ეგ მომენტი ანუ ეს ფსიქოლოგი ის მაკბეჭი სენდვიჩია და აი ხო ტირილს იწყებს მარტო რო რჩება და სენდვიჩს იღებს რომ ვითომ დალაგების პონჩი და ვერ ყიდებს ხელს რა ისე შეეცვალა ძალიან მომბია ძალიან ეგ ხალის ყველა მაგარია ის ნაყვავილარ სახიანი დაცვის კაციც მაგარია ნერვებს რომ ამას რა ეჭარიება ხო სულ დავიშალე მე ნახე ეს boiling point-ი გაქვს ნახე არა და მინდოდა სტივენ გრეჰემის და რეჟისორის წინა ფილმი არის და ნუ შოკში ხო იყავ 1 საათის როგორ უნდა დადგა რაღაცა იქ ხდება რესტორნის სამზარეულოში დრამა რესტორანში და რესტორნის სამზარეულოში აი საგიჟეთ სამზარეულოები რო საათ ნახევარი ფილმია რო წყვეტი კადრი ძალიან ბევრი პერსონაჟი სამზარეულოში ბევრი პერსონაჟი გარეთ boiling point რა ეს სტივენ გრეჰემი არის მთავარი შეფი ის შემზარეული და დრამა არის სერიოზული რა და ოფიციანტების ურთიერთობა კლიენტებთან ყველა კლიენტი სხვადასხვანაირია იმათ რომ ამბავი მოვაქვთ და აქ სამზარეულოში რა ხდება და ანუ ეს კამერა დადის ამ რესტორანში ის საგიჟეთი არის რა ეგ სნეჩში თამაშობს ხო მეორე ტიპს სტივ გრეჰემი სნეჩში თამაშობს კი დებილობა პისტოლეტი რო მაგას ძალიან ისეთი როლები აქვს This is England რა ნახე გაქვს სერიალი ვიღაცამ მითხრა ეგ და ვერ გავიხსენე ნანახი მაგ თუ არა ვიღაცამ მითხრა გიზო გეტყოდა მე მგონი გიზო მითხრა უყურე მე კითხავ რაღაცას შენი საყვარელი სერიალები რომლები არიან ამას რო თავი დავანებოთ
აი ტოპი რა. Office-ი, იმიტომ რომ Office-ი. Breaking Bad-ი. This is England-ი. სადაც აი ბრიტანული სკოლა რო თქვი. იქ სტივენ გრეიმი თამაშობს ბრიტანელ skinheads. და ნუ მაგას ტრანსფორმაცია აქვს მაგის პერსონაჟს და ანუ იქაც ესეთია სცენაში არაფერი არ ხდება. მეგობრებზე არის ბრიტანელი ახალგაზრდა მეგობრების ცხოვრება არის. და ჯერ იყო ფილმი და მე იყო This is England 83 წლის ინგლისი არის რა. მე This is England მე მგონი 84 თუ 86 როგორები არიან უკვე მე 4 სერია გამოდიოდა. ოღონდ ამ პერსონაჟებზე არის იგივე პერსონაჟები და მართლა გაზრდილები არიან, ანუ მართლა 3 წლის მერე გადაღებული მართლა და მე 3 სეზონი გამოვიდა რა. ორი ვიცი რაც უნდა ვნახო. პატარა ეპიზოდებად ეს ანუ მინი სეზონები არის რა. და ნუ იქ თამაშობენ ისინი რაღაც სასწაულ ყველანი, აი არაფერს არ თამაშობენ, მაგრამ დიალოგებში და რაღაცებში არის ისეთ სასწაულები და ნუ სტივენ გრეჰემი იქიდან დამევასა მან ერთი ორი სცენა აქ ისეთი ნათამაშები რომ აი პირღია უყურებდი და ნუ ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი. რა ვიცი, ის რა ქვია, ანუ Skinhead-ის ნათამაშები Al Capone-ს თამაშობს Boardwalk Empire-ში. გაგ Boardwalk Empire ნანახი. ეგ ნანახი. ხო, იქ რა ქვია, Irishman-შიც რა მაგარი არის Scorsese-სთან. გამოკლედ სასწაული მსახიობი. მაგარი როჟა, მაგრამ აი მართლა აქ ბოლოს სცენაში რასაც აკეთებს, ნუ შეიძლება ეხა ეგ მართლა ბევრმა მსახიობმა აკეთოს სიტყვაზე, მაგრამ არ ვიცი ამ კაცს რანაირად უხდება ეგ რა როგორ მოიხდინა, რომ ბოლოს სცენაში ამ დათვთან აი ეს არის რა ბღაოდი რა ვიცი აი ფეხზე რო დაგაბიჭონ არა ძალიან მაგარი მსახიობია ხო და შენ ხო Breaking Bad-ი არისო და საჩუქარი მაქვს ვაუ ექს დამოვიწყდა რომ საჩუქარი მაქვს თავიდან რო აი ეს ხარ ვიცი იმიტომ რომ ბევრია რომელი მე უნდა მოვცე ყველა უნდა მოგცე ამით დავიწყოთ ვაუ რა მაგარია ეს შენი გაკეთებული ხო არ არის კი ვაჰ გასფრინგი ექტორ სალამანკა აუ რა საკაიფო არის ბიჭო ეს მოდელები შენ გააკეთე და გადმოწერე და დაუბეჭდე არა მაიკი აუ რა მაგარია ბიჭო და 3D პრინტერით აკეთებ შენ თვითონ კი ბატონო აგერ ვაჰ მალე მოვჭე სერიოზულად ლაპარაკობ და მოუხდა თავები აქვს დასაწებები ამ ორით დავიწყოთ თავი ძრება ზოგს არა ეგ გავიგე პრინციპით აი ესე პრინტავს რომ ხო რა ნაწილი ეს ის ჰაიზენბერგად რო გადაგექცეს ხოლმე უცებ შეგიძლია და კაი და ესე ჩვენი ძმა აქ ის უნდა დავუყენო პრუჟინა და თავი რო ხანდა მანქანაში უნდა დაიწებო ვაჰ ძალიან დიდი მადლობა არაფრის კარგი სასტავი არის კი კაი ბიჭი სულ კაი ბიჭები არის ხო ეხა იყოს და მე რაღაცა უკეთესად ადგილს მოვიგე ხო მადლობა განვაგრძელოთ საერთოდ ველოდებოდი ხა ესო დავინახე სვამის ზარის ხმა ჩამესმის ტინგ და პირს რო შეშვება ეს ესეც მაგარია სხვადასხვა ამის ფლეშბექები რო არის ახალგაზრდობას რო თამაშობს ვითომ და და ისაც სოულში ხო ფეხზე დგას კარგი ხო ეს რო იხსენებს თავიდან ახალგაზრდა რო არის გასფრინგი და რო ჩადიან იმასთან იქ რო მაგარი კაცი მე ვარ ჩემი სერიების მე რო აღარც ერთ სერია არ მაქვს ნანახო და რატო და მე არ ვთამაშობ და რატო უნდა ვნახო ტიპს ნანახი არა ეგეთი კაცია რა ცხოვრებაში ეგეთი იქნება ხო ცუდი ადამიანი Breaking ანუ Office-ი იყო თიც სერიალები დავიწყე რა ეს სერიოზულად შევხედე და Office-ი და ნუ Breaking Bad-ი იყო რომ მეთქი ვა რა ხდება ანუ ჩემთვის ახალი ნუ იდეაში ტელევიზიის სამაშიც ახალი რა დაიწყო ალბათ კინო სამყაროშიც კი მანამდეც იყო მაგრები, მაგრამ ნუ Breaking Bad-ი იყო რა. ჩემთვის იყო House-ი, ეგრე House-ით დავიწყე. არა, უფრო იმით გაქცევით დავიწყე, მაგრამ ნუ დიდად ეხლა სერიალზე მაგას არ ხო, სერიალზე არ შეუსვივარ ეხლა დიდად გაქცევას. მაგრამ აი სერიალების მუღამი დამაწყებინა House-მა რა, იმიტომ რომ აი თან რაღაც უცნაური იყო ერთ. რაღაც ამ ბრაზილიურ სერიალებზე ხალხმა უცებ სხვანაირი სტრუქტურა ვნახეთ, რომ ყველა სერია სხვადასხვა ამბავზეა და ეს და ნუ House-ზე მახსოვს ელეთ-მელეთი დამემართა. ხო, თან იმაზეც ხო ფიქრობ, ეხლა თუნდაც აქ როგორ იპოვეს ეს მსახიობი იგივე ხდება, იქ ჰიულორი როგორ გინდა იპოვა. აი მიხვდე რომ ეს არის House-ი რა, ანუ ტიპი რაღაც კომედიებში თამაშობდა თუ რაღაც სისულელეებში და უცებ აი ეს კაცი იქნება. ხო, ესეც ჩვენი ძმა კრენსტონი ვოლტერ ვაიტიც მანამდე რაღაც სიტკომში და რაღაცებში თამაშობდა და მან შემქმნელს საიდან ახსოვდა იცი ეგა საიდან იპოვა? ვინის გილინგაზე გაკეთებული არის X-Files-ი რო გადიოდა. კი და ორ სერიაში. იქ ეპიზოდში მყავდაო და იქ რაღაც მაგარი ტრანსფორმაცია ითამაშაო და მოწადათო და იქიდან
კი, ეგ ნახე. დღეს უყურე კაკრას მაგას. ისე X-Files-იც კაი იყო თავის დროზე. აი ეს X-Files ეგრე არ მახსოვს რა. просто საუნდტრეკი მახსოვს და ეს აგენტ რაღაცები რა ქვია. აგენტ დანა სკალი იყო და ეს. სკალი და რა. ხო და მან დარით კასტინგის ძალიან დიდი ბედნიერება აქვს მაგ ხალხს რომ შეუძლიათ კასტინგი ჩაატარონ ეგეთი სრულფასოვანი რომ 500 ბავშვი გატესტონ ჩვენთან 500 ბავშვი სულ არ არის ანუ ვისაც უნდა გადაღება ზოგადად ეხლა ეგ წარმოიდგინე ხო რამდენიდან გადაცხრილური არის 500 და რეჟისორამდე რომ მივიდა ან რაღაც სცენარის ავტორამდე რომ მივიდა 500 მანამდე ფოტოებით და იმით გადაცხრილული არის 1.500.000 თან მე ხვდები რომ ხო ოფისის ისინი მაქვს რა კასტინგები და ძალიან მაგარი მსახიობები ყველა ცნობილი და ხვდები რომ აი ამას ეს ეთამაშა აი და ამ Saul Goodman-ს უნდა ეთამაშა ის მაიკლ სკოტის მთავარი მენეჯერის როლი ეს ხო და კიდე ის რო არის მეთიუ ბროდერიკი ეგ ყავდათ წარმოდგენილი რომ ეგ უნდა ყოფილიყო არც საერთოდ რა შუაში არის იმასთან შედებით მე რასაც ნახო და ნუ აი კასტინგის ამბები აქვს მაგრამ დალაგებული ხო ეხ წარმოდგინე adolescence-ში რომ გაემაზათ რაღაცა კასტინგში და ერთი მაინც რო გამაზულიყო მან ნუ აი შედარებით ყველაზე სუსტი როგორც ნათამაშები მაგრამ არ ვიცი შეიძლება ეგრეც უნდა იყოს просто არ ვიცი დედის როლზე ვინც არის აი ყველაზე მეტად მესუსტება მაგრამ ცალკე რო ავიღოთ ბოლო სცენა ერთად მე ხო ნუ მან რა ვიცი საგიჟეთია ისეთ რაღაცებს აკეთებს მაგრამ ჯამში რაღაცნაირად მესუსტა უღონდ იმიტომ ეს თორე просто ესენი არიან არანორმალურები ისე ეხეთებენ თავის საქმეს რომ ეს მეჩვეულებრივა უფრო სწორედ თუ რაღაც იმიტომ რომ ნუ რა ვიცი რანაირად უნდა ითამაშო ის რასაც თამაშობენ მართლა ვერაფრით ვერ ხვდები ნუ აი ხა მსახიობსაც უნახავს შემგარშემო და იმასაც და ვერავინ ნუ რანაირად ვერ ხვდებიან მაგაზე ხო არის მე რომ რაღაცა იმაზე უფრო გეტირება რა მაგრა გააკეთებს ვიდრე ამბავზე. აი რო უყურებ და ბიჭო რა მაგარია და მაგის გამო რო ხარ აღფრთოვანი უცრემლები რომ მოგდის რა მაგრა ქნა. ეს და არა იმაზე რომ რა მაგარი ამბავია რა. ეგ ხშირად მემართება ხოლმე და ამაზეც ნუ არა ერთხელ. ხო თვითონ ამ ამბავმა და სცენარმა მოდი ვარ სოკოლის შეგეთქვა ჩავსვათ აქ რა გადავუხვიეთ. დავაი. სპონსორის ეს შეგეთქვა გვაქვს შეისვენე და აიუს ენერგიით. ეხლა და რო აიუს ენერგიით და გავაგზავნე და შენ რითი ისვენებ ხოლმე და შენ ისეთი PlayStation-თან ამოვწვევი ხოლმე და ისევ Last of Us ვთამაშობ მე რასაც კი და ეს ეგ ყველაზე მეტად მიყვარს რა ხუთასმენები გაიკეთე სერიალები და ამბები არა ამის კეთებაც ხის ხო არის კი ეს უფრო როგორ რაღაც ეს გასართობია რა და რაღაცები და მე ვღებავ კიდე რაღაცა მუღამები მაქვს და ნუ ის სხვანაირად დასვენების ამბავია რა ცოტა ყველაფერს გავიწყებს და ერთობ მაგრამ აი ისე რომ აი დავжды ფიზიკურადაც დავისვენო და რაღაცა PlayStation-ი მაქვს ხოლმე კაი გასართობი რა მიყვარს ძალიან ახალი თამაშები გიცდია ახლა არც არის არაფერი კარგი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეთ გვანცაც ჩემი ძოლიც ის არ უყვარს რა კომპიუტერულ თამაშები და დიდი ხანი PlayStation-ი არ ჩამირთავს და მოდი რამე ვითამაშოთ ორ კაცზე ხო ორი ჯოისტიკი თამაში და იცი ეგ თამაში ცოლქმარი რო ხარ ორი ძმაკაცთან ერთად მაგ ორჯერ დახო იმიტომ რომ მარიამს რო ვთხოვ გვერდ დავჯგე ჯოისტიკი უყმარო დაიჭირა ეგრევე გამოვართვი და სხვას მივეცია ესე დაიჭირა ჯოისტიკი რაღაცნაირად და მივხვდი რომ შანსი არ ქონდა და ძმაკაცთან დავუხურე ორჯერ ერთხელ ეს პერსონაჟი ვიყავი მე რა მაგარ თავიდან როგორ ისე დაიწყო რაღაც ძალიან საბავშვო მეგონა და მე რა მაგარ სამყაროში შედის და ყველა ჟანრი რო იჭდება თამაში ისა თვითფრინავის ფთაზე Mortal Kombat-ი რო იჭდება უცხობობენ და ისე ზემოდან რო უყურებ მე ფენტეზი და რაღაცა RPG თუ რაღაცა ეგ ძალიან მაგარი თამაშია კი ძალიან დამაოს და დათვის სცენაზე ვიტირეკინა გახსოვს დათვის რო ხევენ და არ გამხიოთო რა აბა ხო კარგი დაუბრუნდეთ აუვისეთ ენერგიით ამბავი რასაც ეხება ძალიან რთული თემა არის გარატების ასაკში მყოფი ბავშვები შენ თვითონ ხარ მამა კი ბატონო და მაგაზე ეცი რაზე მაქვს ნაფიქრი კიდე რომ უყურებდი რომ ნეტა რომ არ მყავდეს შვილები რანაირად დავინახავდი ამ ფილმს იმიტომ რომ თავიდან მე ყველას ვეუბნები ხო მე პირიქით ვიქრებ რომ ის ხო რომ ყავდეს როგორ შეხედავდი იმიტომ რომ მე ვისაც ურჩიე ცოტა ისე ვაკვირდებოდი რომ აი ვიხსენებდი ამას შვილი ყავს და აქ მოდი ამას ურჩევ იმიტომ რომ რატომღაც გონია რომ შობლის კინო უფრო არის ეგ რა რატომღაც ეგრე მგონია მაგრამ არ ვიცი აი რომ ჩანაფიქრიც ეგეთი იყო თვითონ რასაც ამბობენ რომ მაგაზე ეგ თემა წამოიწიოს პირველ რიგში რაც მომხვდა არის ის რომ სკოლის განსაკუთრებით მეორე სერია სადაც სკოლას გაჩვენებენ ისეთ ჯოჯოხეთს რაც რეალურად არის ანუ
ოღონდ სხვა ჯოჯოხეთზე აქვს ლაპარაკი. ის კი როს განათლების სისტემა და იქ დუდი და რაღაც წყალს არ ალევინებენ ბავშვებს, არა. თვითონ ბავშვი რო დაუნდობელია მაგ ჭრილში რო არის ნაჩვენები რა. ის რო ერთმანეთს ისიაბულინგებენ რო საერთოდ ბავშვიად ვერ ხვდება რას უკეთებს მეორეს რა. და ეგ ისე კარგად არის აქ წინა პლანზე წამოწეული რომ რა თქმა უნდა დამაფიქრა რა დამაფიქრა რავი შვილებზე და ნეტა როგორ არიან ეხა ამ წამს თუ რაღაცა გარეკინებს იმასთან და ეუბნები რომ შვილო რა შვები იმიტომ რომ ნერვიულობ ეგრევე მომენტალურად წარმოიდგენ რომ ეგეც დღეშია სადღაც იქ რა სკოლაში იმიტომ რომ სულ ეგრე არიან თან მართლა ეგრე არიან ყველა ბავშვი ეგრეა იმიტომ რომ ეხა ჩემი შვილს პატარა განსახადიდები უკვე რაღა დროს მაგათი ის არის სკოლა და ეს მე პატარაც ეს სკოლიდან რომ მოდის ხოლმე სულ ეგეთ რაღაცას მიყვება იმან ეს მითხრა ამან იმას ის უთხრა ის ანუ ის შიგნით ერთმანეთს ჭამენ რეალურად რა ბავშვები და ჩვენ დროსაც ეგრე იყო უბრალოდ ჩვენ რომ ამის მთავარი მეთქო ხა ჩვენ 90-იანებში სკოლა გამოვიარეთ სამოქალაქო ომი გარშემო და დენი არა და კერასიკას თქო იქაც ესეთი სკოლა იყო და ეხლა ბრიტანეთში რო უყურებთ რა სკოლა წაგადაღული ეგეთი სკოლა არის რა უბრალოდ კარგი ოთახია და შუქიანია თორე დანარჩენი იგივე ხდება ინდუსი გასწავლის ხო თორე დანარჩენი იგივე ხდება იგივე ხდება საშინო ნუ ამათ დანები ალბათ ვერ შეაქვთ სკოლაში რა და ჩვენ ეგენი გქონდა და მასწავლებელი გვართმევდა და უჯრაში ინახავ და ჩვენ პროსტა მთავარი გმირები რო ვიყავით, მოქმედი გმირები რო ვიყავით, მაშინ ამ ყველაფრის, იმიტომ დიდად ალბათ არ გვტკიო და კი არა და ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ მე ხარ უყურებ იგივეს საერთოდ არ მინდა რომ ჩემმა შულმა იგივე ნახოს, არც იმ ხეზე მინდა აძროს, მე რო უძრებოდი 5 სართულიანი კორპუსის სიმაღლე ხეზე კენწეროში. საერთოდ არ მინდა ეგ რო დავინახო გული დამარცხოს. კი, მე ფანჯინად უძრებოდი და ვიპარებოდი. ხო და ნუ აი სიგი. საერთოდ არ მინდა ეგ რო დავინახო და რეალურად ამათ მარგნენ და პირდაპირ გვანახეს რა რომ ესე ხდება შენ რო სახლიდან გაუშვი სკოლაში რომ მოდი და ცუთ ხასიათზე და შენ რო გონია რომ რაღაცის დებილობის გამოა ცუთ ხასიათზე ამაში რომ მთელი დრამა გადაიტანა სკოლაში რა იქ რა რაღაცის გამო ვიღაცა გოგომ ისეთი რაღაცა უთხრა რომ ამის თავში ხა იხარშება რაღაც ჯოჯოხეთი და მე შეიძლება ამან კიდე საშინელობა ჩაიდინოს მაგის მე ხო რაც რეალურად მოხდა იქ და თან ეს ახლა დღეს ძალიან პერი იდეაში მე ყველა ცდილობს თავისთვის გამოიყენოს და ვინც რაღაც პოლიტიკურ იდეოლოგიებს აწვება აი ამაში როგორ არის და ვიღაცა იძახის რომ არა აი თქვენ ლიბერალები ახურებთ აი ამ სერიაშიც მაგას იძახით და სამდე შეგრა ყველა ცდილობს თავისთვის გამოიყენოს იდეაში უნივერსალური თემა არის დღევანდელობაზე არ არის მარტო რა არა ხო იქ სცენა თუ გახსოვს რომ გამომძიებლის შვილი სკოლაში სწავლობს და რომ გაიყვანს ერთ წამი მოდიო და საერთოდ ვერ ხვდებიო ეხლა შენ აქ დადიხარო იმას ხო შენ საერთოდ ვერ ხვდებიო აქ რა ხდებაო და დადიხარ ტყილაო და იმას შეხედეო ინსტაგრამზე რა კომენტარები წერიაო და იმანა დაუწერე ამაზე ფიქრეო და მე რო აცნობიერებს ეს საერთოდ სხვა სამყაროში მოხვდა ისე უსუსურად იგრძენი თავი მაკაცის ადგილას ანუ იმიტომ ეგრევე აიგივებ შენ თავს რომ სულ სხვა სამყაროში ცხოვრობ, შენ რო ზემოდან უყურებ რაღაცებს გვერდიდან და რო გონია რომ სულ სხვა სამყარო აქვს და საერთოდ არიცი ხო ემოჯიების მნიშვნელობას რო უხსნის და ამ ფერიგული ამას ნიშნავს და ეს იმიტომ დაუწერა და გავრაორიებს ლაპარაკები გაოგნებული რო უყურებ. რაღაც სიტყვებს მეუბნება ბავშვი რომელს ამისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ანუ და ეგრეთ ცხოვრობენ რა ეს ტიპები და ნუ ძალიან ძნელია აკონტროლო რა მშობელმა. ანუ ძალიან ძნელია. ვერ გააკონტროლებ ვერასდროს ერთადერთი რაღაცა აქაც ეგრეა რომ ნახე სინამდვილეში მშობელს არ ბრალდება ამ სერიალში თუ დააკვირდი, იმიტომ რომ ლიზა, ანუ თუ სწორად მახსოვს ლიზა ქვია დას ამის. მე დედა ეკითხება რომ კი მაგრამ კერდა ეს მამა კითხულობს. აბა ეს როგორ გავზარდეთო ესეთიო და ზუსტად ისე როგორც ისო რა, ანუ მეთოდი ერთი ქონდათ ორივესთან გას. უბრალოდ ერთი ესეთი და ესეც ბულინგის ხერპლია თან ყვება რაღაცეებს სკოლაში. ანუ პირობები ერთნაირი. ხო, ყველა ბავშვს სხვანაირად გადააქვს. ამ გაუნძებულს გახსოვს მაგიდაზე რო უყრიან რაღაცას და ყურადღებას რო არ აქცევს თავის საქმეში რო არ გართული. ხო და ამ დროს აი ერთ ოჯახში ხდებოდა რა, მაგიტომაც არის ეგ-ეგრე კარგად ნაჩვენები რა, რომ არ არის მარტო მშობლის ბრალით. ეხლა ნუ თუ მშობელი კარგი ხარ, მაგ შემთხვევაში ხა. ესენი ჩანს რომ კარგი მშობლები არიან რა პრინციპში. შეცდომები მოსდით, მაგრამ კარგი ადამიანები არიან. და მაგ შემთხვევაში აი ხა შენ თუ მართლა ქუჩაში ყავს დღე-დაღამე შული და რა თქმა უნდა უკვე შენი ბრალეულობა ძალიან ბევრია მაგრამ ისე ძალიან ძნელია ეგაკონტროლო რა და ბოლომდე შეხვიდე იმის სამყაროში თან ისე რომ მე ამან შენ არ შეგიძულოს ხო თან როგორ ნიუანსები არის მან თუ გახსოვს ეს ფსიქოლოგის სერია რო არის მან უყვება რომ მამამისთან ურთიერთობაზე რო ეკითხება და ფეხბურთზე ცადა ვეტარებინ იმაზე და რაღაცა რო არ გამოდიოდაო მამაჩემს რო გავხედავდიო არ მიყურებდაო და მე ესეც ყვება რომ ესე რო ხდებოდაო არ უყურებდიო იხსენებს რომ მან
მან ხوار უშევდი შეცდომასო რა რომ ამას უნდა რომ კარგი ფეხბურთელი ანუ რაღაც როგორც თვითონ წარმოედგინა ისეთი ყოფილიყო და ცხენოდა რა და რაღაცები დაცინოდნენ რაღაც გოლს რო გაუშვებდა ეს არ უყურებდა მამამის და ანუ აი ესეთ ნიუანსებში არის მე ის რა დაამახსოვრდა ეხლა მოდი და აბა გათვალე აბა ხო მაგას ვერ გათვლი რა როგორც ჩობელი რა უნდა მიყვა დინებას ალბათ არ ვიცი და რაღაცნაირად იმეგობრო რა არ ვიცი სხვა არ მან არ არსებობს უნივერსალური მეთოდი რამე რა ალბათ კარგად უნდა გაიცნო მაქსიმალურად რომ მეტად უსმინო და ხო რა აი არ ვიცი იმენო გაიგო ის შენ როგორი გინდა იყოს და ესეთ თუ არის არა ალბათ ხო არ ვიცი რა ხო ალბათ იმას უნდა მიყვე რა იმის მეგობარი უნდა იყო და რაღაცნაირად შეთანხმდეთ ხოლმე როგორც ორი ზრდასრული ადამიანი რაღაცაზე თანხმდება მეგობრები ისე ალბათ უნდა არ ვიცი თან მეგობარიც უნდა ყო თან მშობელიც უნდა იყოს ხო და ესეთი მეგობარი ვერ იქნება როგორც კლასელი იქნება. კი ბატონო, ვერ იქნება ხო, იმიტომ რომ შენ კისერზე არის ძალიან ბევრი რაღაცა და იმის კისერზე ვაფშე ფერი არის. ნუ ძნელია, არ ვიცი, მშობელი რო არ ვიყო, როგორ დავინახავდი ამ სერიალს, არ ვიცი, მაგრამ რაც დავინახე მძიმე იყო, რა ძალიან მძიმე იყო და ხო, ნუ უფრო მტკივნეული იქნება ალბათ, მაგრამ ნუ ემოციურად მაინც მძიმე იყო რა საყურებლად. კი. იმათ ადგილზე იმათ მე ის სცენა უკვე ეს ოჯახი რო რაღაც რამდენიმე თვე არის გასული, წელიწადია მე მგონი გასული და რაღაც ყოველდღიურობაზე ლაპარაკობენ დღეს იგავიაროთ ეს გავაკეთოთ და იქ რაღაც პარკში ხარ წავიდეთ რაღაცებს რომ ამბობენ და თან ეს რო არის ციხიდან რო ურეკავს მე. და აი წეგან სანამ დავიწყებდით რო გითხარი არ მგონი ხა ეგ სცენა გადმოწერილი კონდეს თქო თუ გახსოვს რო ვერ გადმოწერილი იმიტომ რომ აქ ფაილები მაქვს რა თუ რამე გავიხსნა. ხო ეკრანისთვის. ხო ელაპარაკებიან და ის ხო ეუბნება რომ ჩვენება უნდა შევცვალოო და ნუ მამა მან საბოლოოდ მანდიჯერებს კი ნანახი ქონდა ეს ვიდეო მაგრამ მანდიჯერებს რომ მოკლა ამან და ბოლოს რო უნდა რომ დაემშვიდობოს და ინსტინქტურად რომ მანქანას თიშავს გახსოვს ეგ მომენტი და ვერ ემშვიდობ რომ მიულენ და გაჩერდებიან ის კიდე ელაპარაკება რა და ის ემშვიდობება და ამანაც უნდა უთხრას რაღაცა და უბრალოდ ინსტინქტია ეს ხო ტელეფონი იმიდან მანქანის მიკროფონიდან საუბრობენ თუ რა და რაღაცას ეუნება და თიშავს რა მანქანას და ცოტა ხანი რჩება ეგრე და ეთიშება რა ეს ბავშვი აი მაგ ადგილზე რა ავდექი ფეხს დავჯექი რაღაცები ვაკეთე აი ესეთი მძიმე არის ეგ სცენა მთლიანად ძალიან მძიმე სცენაა იქიდან რო ელაპარაკება და თან ძალიან პატარა რო არის იქიდან ანუ აი ციხეში ხო არის და ძალიან ბავშვური რო არის და რაღაც დაბადების დღეს რო ულოცავს ნუ რაღაც იგიში ხო მან ხო ისიც როგორი დრამა არის მანქანაზე რაღაცას დაუწერენ და მე მარკეტში შევარდება რომ საღებავ იყიდოს კიდე რამდენი საფიქრალი აქვს და ეგ როა კიდე კი რო არ იშლება ეს ხო საფნიანი ისტერიულად რო ეცხავს საფნიანი წყლით და ის მანიაკი ბავშვი რო შეხვდება კონსულტანტი ხო მე თქვენსკენ ვარ ოღონდ რო ხვდები ნელ-ნელა რომ ეს ამათკენ ანუ ამათკენ ამართლებს რომ არ არის მკვლელი ის ამ იმის ადგილას ეს მოკლავდა ალბათ ისე ხო ეგეთი პერსონაჟი გააკეთეს კი ხო არა ნუ ამ ეგ მთლიანად მეოთხე სერია არის ძალიან მაგარი გაკეთებული მაგ თვალსაზრისით რომ აი შენ რაც თქვი რა წეღან რა რომ აი რაღაცებს რო გეგმავენ და ის ხო აქ კინოში ხო არ წავიდე რაღაც და ყველას რო ეტყობა აი ყველას რო ეტყობა რომ ამას იმიტომ აკეთებ რომ უბრალოდ დაივიწყონ ყოველდღიური რუტინა და ის ამბავი დაივიწყონ და დაბადების დღე სხვანაირად გაატარონ ცოტა ხანი დაავიწყონ ამ კაცს რა ეს პონტი თან ამასულიან რატომღაც განსაკუთრებით ნუ რახან დაბადების დღე აქ ალბათ რომ ეგ დაავიწყონ და ყველა იმაში იგრძნობა ეგ რა რომ მაგას ჩალიჩობ. ხო, თან ტრაგედია დანახულია მკვლელის ოჯახის მხრიდან და რა მოკლოვის. ის ვინც მოკლა, საერთოდ უბრალოდ რაღაც გოგო იყო მოკლეს და მე ყვავილები აწყვია სადღაც ეს რომ მიდის და დადებს. ანუ ის ხო, მაგითი კი არ ეგ კი არ გამიაზრება. მკვლელის მხრიდან არა, მკვლელის მხრიდან დანახული ტრაგედია იდეაში რო ყველასი ტრაგედიაა ეს რა, მარტო მოკლულის და იმის კი არა, მთელი საზოგადოების ტრაგედია რო არის. ხო, ნუ როგორც წესი აჩვენებენ აუცილებლად მსხვერპლის მხრიდან იქნებოდა ყველა 99.9 გადაღებული მაგ რაკურსით და ხო ეხა ეს ხო მაგაზე არ მიფიქრია სხვათა შორის და კი ეგეც კიდე ცალკე რო არა ახლა სანახავი ერთი სამჯერ ალბათ კი არა ეგ დრო მოვა ეხა Breaking Bad-ი თუ მაგ 7 ჯერ მაგ მე მგონი ნანახი და Soul-ი კიდე უფრო მეჯერ მე ხან Soul-ით დავიწყებ და ეგრევე Breaking-ზე გადა და ესე მაგასაც მოუწევს ერთი 10 ჯერ ნახვა ალბათ წინ კიდე იმიტომ რომ ნუ ეგრევე და დავივიწყო ხოლმე მე რაღაც სერიების ნახვა რა კი იმიტომ რომ ნუ ის არის სანახავია კაც ბევრჯერ და ვისაც არ უნახავს რას აკეთებთ. სადით ნახეთ აუცილებლად. ხო, ეხლა აი რეჟისორის გადამსახედიდან ეგეთი სცენარი, აი მაგ სცენარში როგორ მართლა ფურცელზე რო წაიკითხო ეგ არ არის ეგეთი დარწმუნებული ვარ მეათედიც არ არის. აი ეს დაბეჭდილი ეს სცენარი რო წაიკითხო, რაღაცა ვერ გაიგებ. ძალიან ძნელია მე რამდენი ზემოდან რამდენი რაღაც დაინახა ფენა ამან. ისი გაკეთებაც შეიძლება რეჟისორის. ანდარი ალბათ ის გენიალურობა რა, იმიტომ რომ
ჯერ ეს იდეა ჯერ დაფიჩვა მაგ იდეის, იდეა მაგ ეს უწყვეტ კადრად აი იმაზე რა ბავშვმა რომ კაი რა, როგორ უნდა დამაჯერო რომ კაი რაღაცას აპირებ. ხო. მერე კაი დაწერე, დაგიჯერე და დაწერე. ვიკითხებ, მაგრამ ვერ ხედავ გენიალურს ვერაფერს ტექსტში რა. კარგია, ტექსტები მაგარია, იქ ის ფსიქოლოგის თემა, ძირითადად რო იქ მე არა რა თქმა უნდა ხა იქაც სასწავლო ნაშრომია არა ხოთ განსაკუთრებით ფსიქოლოგების ჩემი აზრით იმიტომ რომ მე რაღაცა იმას უყურე ახსნებს მაგალითად რატომ მოუტანა ამან ნახევარი სენდვიჩი რო ეგ ფსიქოლოგი რაღაცა მეთოდია რე მიდგომის არ ვიცი ხა რაშიც ვერ ვერკვევ ფსიქოლოგების მხრიდან მაგარი ნამუშევარი და ეს მაგრამ სანამ აემას არ გადაიღებ ალბათ ვერ ხვდები რას იღებ რა იმიტომ რომ ძალიან არ ვიცი როგორ გინდა ეგ გათვალო რაც გამოვიდა თუნდაც ეს მსახიობების ამბავი რომ ზუსტად გაარტყა ერთი კაცი არ არის გამაზული ყველა სწორია მან სერიალში და როგორც რეჟისორისთვის ალბათ 60-ია რა 60-ია ეგეთ პროექტზე მუშაობა მეტზე რაზე უნდა იმუშაო როცა შენი პროფესიით მუშაობ ხო იმიტომ რომ რა არის მან კი არ მინდა წუწუნი გამომივიდეს მაგრამ იქ არის მაგის პირობები რა და ძალიან სხვათა შორის ერთ-ერთი რომ მორჩა სერიალი და მე რო ვფიქრობდი ეგეც იყო რომ რა ცუდია რომ ერასდროს აქ ვერ გადაიღებ ეგეთ რაღაცას იმიტომ კი არა რომ ნიჭიერი ხალხი არ ყავს ან სტაფი არა სტაფი რეკლამაზე ისე გამოიწუთნა ტექნიკური სტაფზე მაქვს ლაპარაკი რომ არ ვიცი ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყნის სტაფს ჯობიან ეხლა ისე მუშაობენ ტექნიკური სტაფი ოპერატორები გინდა ძალიან კარგები ყავს რეჟისორებიც არის ბევრი რეკლამა მინახავს მაგრამ შესრულებული კი ძალიან კარგი რეჟისორებიც ყავს ისიც ყავს პატარა პრობლემა გვაქვს სცენარში ზოგადად იმიტომ რაღაც ერთი და იგივე ადგილს ვტეპნით მაგრამ ეგეც არ არის ესეთი პრობლემა რა ეგეც მოგვარებადი პრობლემა ერთადერთი პრობლემა ის რომ არავის არ უნდა ფულის გადახდა ხვდები და ძალიან ძნელია როცა ეხა შენ თავი წარმოიდგინე მაგრის რეჟისორის ადგილას რამდენ სიღრმეებში უნდა ჩავიდეს რამდენი ხანი უნდა იმუშაოს ამაზე და ამ დროს კრედიტია გადასახდელი ხო და ბავშვს რაღაც ხო გამორიცხულია რა ის როცა მაგაზე მუშაობ მარტო მაგაზე კაცი შუ არავინ არ გახსოვს და მთელი სტაფი რა სცენარისტი სცენარი ყველა სიტყვა ხშენ პროსტა როგორც რეჟისორი რომ კითხე თუ რა სცენარის არაუწევია ალბათ ფურცლიდან თავია ალბათ და რამდენი ის ექნებოდა გასაკეთებელი კვლევა რომ ფსიქოლოგები როგორ მუშაობენ პოლიციაში როგორ მუშაობენ პოლიციაც როგორი არა ჰოლივუდურია რაღაც ხონერი პოლიცია თვითონ სხვა რაღაცები ხდება ადვოკატიც რომ მოდის რა რაღაც ის პერსონაჟი პოლიციელი დესკთან ვინც არის წვერებიანი რო გახსოვს რა მაგარი ხო ეგ ტიპი გამევასა მაგ ხო და აი ამ ყველაფრის კეთებას უნდა ის რომ შენ ფინანსურად მინიმუმ ფინანსურად აი ეს ვინც იხდის ამაში ფულს არ ვიცი ამ შემთხვევაში Netflix-ი იყო ჩვენ შემთხვევაში არ ვიცი ბიზნეს არ უნდა სერიალს გადაღება ტელევიზიას მით უმეტეს ვინც გიხდის ფულს რომ შენ მოგიარონ შენ შენი საქმე აკეთო მარტო რაც ჩვენთან არ ხდება და ვერ მოხდება ძალიან ბევრი მიზეზის გამო ჯერ ბაზარი პატარა ბაზარი ვართ ძალიან და არ არის ჩვენი ბაზრისთვის ეგეთი კომერციული პროექტები ძალიან ძნელი გასაკეთებელი და და ეგ არის ძალიან გულის დასაწყვეტი რა აი რო უყურე და რომ მორჩა და აი ეგ რო ქჩება რომ აი ბიჭო როგორ გინდა რა რომ შენც რამე ეგეთი გააკეთო ხა თუ ვედრებით და რაღაცის გაკეთება გინდა ხო არ შეედრები ვიღაცას უნდა შეედარო ისეთ ტიპს რომელს ნამუშევარიც მაგრა გევასება და აი რო გინდა მაგრამ ვერ რა არ იქნება არც მაგის შესაძლებლობა გექნება აქ და არაფერი არ გექნება და ძალიან რთულია მაგის გააზრება კი ძალიან რთული არის თან ხო ალბათ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სერიალად დარჩება რა და ყველას ურჩევისაც ნანახი არ აქ და ისე უყურებს რომ ანუ იდეაში ქართული რეალობა არის ჩვეულებრივი პრობლემა რაც მანდ არის კი ყველა მსოფლიო მანდ ხوارია უკვე ტელეფონში ისეთ რაღაცებს უყურებენ და ინტერნეტი ისეთ გავლენას ახდენს რომ და ისიც იმას უყურებს რაც ქართული ბავშვი უყურებს ანუ ერთი და იგივე კონტენტი აქვს ორივე ზუსტად ხო და ის არის საქართველოში იგივე სცენარი აქაც დაიწერებოდა რა პროსტა ის ჩვეულებრივად მაგრამ ვერ გადაიღებ რა ვერ გაკეთდება იმიტომ რომ უბრალოდ არავინ არ გადაიხდის ამაში რა არავინ არ მოგცემს მაგის ფულს და ხო უფლოდ მართლა ყველა დაიღალა ხო არ არის რომ მოდი გავაკეთო და გააკეთო ანუ ეგეთი მეორე უნდა წადო და ერთი გამოგივა 10-დან კი ბიჭო უნდა გემუშაოს რა ვიღაცებმა უნდა გემუშაონ წარმოიდგინე აყვნენ და კამანდა და ეხა ნუ არ არის ეგრე რა მართლა ვიღაცას ის პრობლემა აქვს ვიღაცას ეს პრობლემა გვაქვს ბანკია გადასახდელი ვიღაცას ქირაა გადასახდელი და ვიღაცა მეორე სამუშაოზე მუშაობს ისეთზე რომელსაც არ უნდა იმიტომ რომ ესენია გადასახდელი და შესაბამისად ვერ იმუშავებ რა ენთუზიაზმს ჩადებ ბოლომდე ერთ პროექტში ორ პროექტში მაგრამ ნელ-ნელა ხვდები რომ ეს ენთუზიაზმიც უკვე ნუ ამოვიდა ყელში რამდენი არის რომ
კარგი პროექტია ეს ფურცელზე. ღამები გვითენებია ერთად ენთუზიაზმის გამო. ხო, ენთუზიაზმის გამო რეები არ გვიკეთებია თუნდაც მე და შენ. მაგრამ არაფერი შედეგი 27 საათიანი გაუჩერებელი ისო ქონდა გადაღება. ჩემთვის იყო პირველი გადაღება იყო თან. ეგ არსებობს ეგ ვიდეო 27 თუ რაღაცას რო იძახი შენ 2800 წელია ვიღებთ თუ რაღაცას ამბობს. ხო. კი ენთუზიაზმიც გვიმუშავია, მაგრამ და ძნელია რა მე ეს ენთუზიაზმი და აღარ ყოფნის რა ეხლა სადღაც გინდა რომ გააკეთო ისეთი როგორიც გინდა რა რომ გააკეთო. კარგი, ეხლა რას უყურებ? ამის გარდა კიდე რამე მქონდა მინდა. არა, ამის მერე სხვათა შორის ძალიან გამიჭირდება ცოტა ხანი რამე ნახო. ალბათ ისე ამის გარშემო ვიტრიალებ და ის რაღაც boiling point მითხარი თუ რაღაცა. boiling point ნახე. ანუ აი ცოტა აქეთკენ ის ცოტა ბრიტანულს მივაწვევი რომ ახლოს იყოს იქ რაღაცა. boiling point ნახე This is England ნახე. კი, აი მაგეებს ჩაუჯდები რომ ცოტა ამის ის ლომკა მომიხსნას იმიტომ. boiling point-ი ეგ არის ზუსტად მოგიხსნის. იმიტომ რომ არ ვიცი ხან ვერ უნახავ ცოტა ხანი Breaking Bad-საც ვეღარ უნახავ და ვერც Souls, იმიტომ რომ ამან გადახია ყველა და ყველაფერი ჩემი აზრით, ნუ ცოტა ხანი მაინც ეგრეა ხა სანამ ემოციებში ვარ რა. ხო. და ამ საუნდტრეკმა რა. Severance-ი თუ გქნა ნახე. არა, ყველა მაინც ესე ვერ უჩდები. კარჩი ძალიან ისეთი პერიოდები მაქვს ხოლმე რა, ხან მივაყრი და ყველა სერიალს ერთად უყურო, ხან მე ერთი წელი შეიძლება საერთოდ სერიალს ვერ უყურო რა. ხო, კი ეგრეთ აი Severance-ამდე არ მახსოვს, ანუ სუძველებს უყურ ერთი. რამდენი ერთი 5-6 სერია. ანუ Severance-ი რატო ვიცი პროსტო. Breaking Bad-ი, ნუ ის კომედიური სერიალები რაც. ანუ ალბათ ერთი 8-10 სერიალია, რომელსაც შეიძლება რაღაც დროს ჩავრთონ შუა სეზონი და რომელიმე სერია და უყურო. ახლებს იშვიათად, მაგრამ Severance-ი იყო, ეგ აი იცი რა ხდება? აი თვითონ სახელი მეუნება რომ რაღაცა ვიცი და შეიძლება ნანა. Ben Stiller-ი არის პროდიუსერი, რეჟისორიც არის. რაღაც სერიები გადაღებულია და სამსახურში მიდიან და მეხსიერება სხვა მეხსიერება როა. კი, ანუ სახლში რო სხვა ტიპი არის და სამსახურში მეხსიერების კონტროლი. და რო არ ახსოვს იმ საკითხს. კი, და ის მაქვს მონიშნული მაქვს, მაგიტო ვიცოდი სახელი. მონიშნული მაქვს რევიუ ნახე. მე ეგრე ვიცი ხოლმე რა ფილმზე ან სერიალს ჯერ რაღაცა რევიუებს ნახულობ და მე თუ დამაინტერესა. ეს იყო სხვადასხვა რევიუს გარეშე ჩავდე, ტრეილერიც არ მქონდა ნანა. ეს მაგრამ აი Severance-ი შენახული. ან რამე გაიგე, რა გაიგე ამაზე? რაღაცას ეს კრიტიკოსების და მაყურებლების ყველაზე მაღალი შეფასება თუ რაღაცა და წავიკითხე იქვე რომ იყო დეტექტიური ჟანრი, იდეაში არ არის დეტექტივი, მაგრამ ეგრე ეწერა და ბოლო პერიოდი რატომ ყავს დეტექტივი ხო როგორი საყურებელია რა, პოპკორნია რა რაღაცნაირად წამოწექი და ეს არის მკვლელი არ არის ეს არის მკვლელი და შენთვის ერთობი რა და ამ ბოლო დროს ბევრ დეტექტივს უყურე ეგეც აი ლიტვური დეტექტივი Netflix-ზე რაღაც ხო იცი არანაირი კინო რო არა აქვს ისეთი ქვეყნისა პროსტა ნუ გავერტ იმიტომ რომ რო არ იფიქრო რა ესეც ჩავრთე ეგრე მაგრამ აი ეს უწყვეტი კადრის მუღამმა ცოტა მეთქი არ მინდა თქო რა და რაღაცა მეზარებოდა რა აი უწყვეტი კადრის რაღაც დროს უწყვეტი კადრია მეთქი მაგრამ შენც არ მომიკვდა ხო 99% Rotten Tomatoes-ზე 99 IMDb-ის რეიტინგი არ ვიცი როგორ გინახავთ ნუ სხვათა შორის არ მინახავს და მაგრამ IMDb-ის რეიტინგებს დაერხა ამ ბოლო დროს ხო ადრე უფრო ვენდობოდი ეხა აი ყოფილა 5 და რაღაციანი ძალიან მომწონებია და 7-დან 0-იანი ადრე არ იყო აი 7-დან 0 რო ქონდა ვიცოდი რომ მინიმუმ 7-დან 0 კარგი იყო უკეთეს კინოც კეთდებოდა და იმით შეიძლება ხო ეხა ნუ აი ეს სპაიდერმენებმა მართლა უკვე აღარ თვინი შეჭამეს და იმათ მაგრამ ეს სუპერ მაქსიმ ყოველ ჩამოურჩი ვეღარ არ არსებობს იარაღი ძალით ვერ მაყურებია ანუ მართლა ანუ ვერ ვიტან რა არის ვენომი ვცადე ბოლოს ახლა ანუ მე ყოველთვის იმას კინო უნდა იყოს რაღაც დონეზე ატრაქციონი რა როგორც ეს სერიალის არის ატრაქციონია გულისხმობ იმას რომ თუ არ დამიჭირა არ მაყურებინა ეგრე მაშინ დავждე ფოტოს უყურებ და იმაზე ვიფიქრებ ხო ანუ რაღაცა ხო უნდა იყოს ის რომ ხერხები ხო უნდა გამოიყენონ რაღაც მაგრამ ეს ატრაქციონიც აღარ არის ეს სპაიდერმენები რა მე ეგრე ვეძახი კრეფსითად ნუ აღარ არის რა ეს ატრაქციონი კი არა ეს არის რაღაცა უბრალოდ ვიღაცა კაცი მაგრა დახტუნავს ცეცხლებს ის რომ აფერი არ ხდება თან ნუ აი რაღაცა როგორ შეიძლება რა უნდა მოგეწონოს კინო არ არის რა ჩემთვის რა მაგარი გადაღებული დებილობა ხა დროს ნახე ფიფკია რო გადაიღეს ახლა 2-დან 0 აქ რეიტინგი და მაგიტომ მომიდაყურებ აუცილებლად უნდა ნახო 2-დან 0 არის მაგრამ მაინტერესებს რა როგორ უნდა ქნა იქ მან არის ძალიან მაგარი იმას რომ შურს სარკს ამის სილამაზის ხო ნანახი გაკეგის ბევრად ლამაზი როა ისედაც ხო 2-დან 0 არ ვიცი უნდა ეცადოთ აი ძალიან უნდა გამოგივიდეს რომ ხო რა უნდა აუცილებლად ნახო მაინტერესებს რა არის 2-დან 0-იანი მიყურები ეს ფილმები რაღაც 3 და რაღაციანი ჩამირთავს კი არა ერთი რა იყო
რაც რობოტი ნიანგები იყო თუ რაღაცა ეგეთი ის იყო ტრილერი. აუ ვიღაცა კაცი არის ერთი ხო ვერ გავიხსენებ ვერაფრით მაგის სახელს როგორც აი ეგეთ კინოებს იღებს რა სულ რა და სუდებილობა. ანუ აი ძალიან და თვითონ აი რეჟისორის მსახიობის პროდიუსერის ოპერა ყველაფერი არის თვითონ და იღებს საშინელებას. მაგარი ნიშა აქ დაბა რეიტინგი არის. კი ანუ აი გიჟია და ეგარ არ შეიძლება ხალხში არ შეიძლება არ არის გამოსაშვები და ამერიკელია რა და იღებს აი ეგეთ რაღაცებს რა და აი უნდა ის ვქნა რა ქვია გავიხსენო მაგის სახე და მოგწერ და ანუ აი ისე გაერთობი ისეთი მაგარია აი ძალიან სასაცილო ამ მაგაზე გამოხსენდა კიდე ერთს გირჩევ სერიალს და მოყურებასაც ურჩევ გვანცამისელ ჩემოცომა დამაწყებინა უჟასების ყურება რაც არ მიყვარდა ძალიან რა კი მეც მანდ ვარ საყვარელი ჟანრი არის და მაიკ ფლანაგანი ერთი რეჟისორი არის ძალიან და ყველაფერი ვნახე ყველა სერიალი და ყველა ფილმი მაგის და Midnight Mass ესე ქვია შუაღამის წირვა რაღაცა პატარა ქალაქში ჰორორი რო არ ვიცი ხო და აი მეც არ მიყვარს ეგ ჟანრი ეხაც არ მიყვარს კი არ შემიყვარდა არ მიყვარს მაგრამ პროტა მანდ დაამთავრო რო ხო მაგრამ ეს ისეთი მაგარია არ მაიკ ფლანაგანის ყველა სერიალი ძალიან მაგარია სერიალია ხო 10 სერია რა ერთი სეზონი რო არის ხო ესთეტიკითაც ვიზუალითაც ამბავითაც ხა მე უითურმე რა ხდება რომ გაიგებს და თელთვის და ძალიან მაგარი რაღაც არის ეგეც რა მე მომწერ და ისინი მომწერე რა Midnight Mass რა აი სასწავლად თორე რას უყურო ხოლმე არ ვიცი ხანდახან როცა გულით მინდა ხოლმე ხო და აი რეიტინგებზე რომ მივედით კიდე არის ხოლმე რა ძალიან ნერვს მიშლის რომ უყურებ ახალ ფილმს ან იმას სტერეოტიპული კადრები რომელიც სარეჟისორო ენა და არ გქთუ მაგრამ არ გადადის მოდინა და ნერვებს მიშლის მაგალითად პერსონაჟს რო ესიზმრება რაღაც კოშმარი და წამოხტომით რო იღვიძებს ესე კადრში რომ ვინმეს ესე გაუგვიძია ხიზელი რო ადგე ესე ძნელია უხელი უცებ წამოდგე დაწოლი ვერ ადგები ესე ხო ძილი და მithmetes შეიძლება ტვინში ის ხუჭაგიც ესე პოლიცია რო ყოველთვის დაგვიანებული მოდის ხოლმე ეგეც კი ბოლოს კი არა მოდის ან ყველაფერი დამთავრდა პერსონაჟი ოდგება და კადრი ჩუშტებში რო ფეხებს უხარეს ან კბილის გახეხვა არაფერი ვარ კბილებს რო იხეხო რატომ აყურებდი პირი კაფიან პირის აი ძალიან ბევრი ეგეთი არის რაც ამ ძნელია რომ გაიხსენო ეხლა ყველა რა ბევრი რომ გაიხსენო ძნელი მაგრამ ძალიან ბევრი არის კი კი აი ხა სერიალს უყურებთ რა ქვია From ხო ცოტა ისეთ გადაღება ისეთ მაგარი ვერ აქვს სიუჟეტი მეოსება რა და მანდ არის ეს ორი პერსონაჟი ლაპარაკობს და ერთი უცებ რო მიდის და მეორე ვაჩევს მოიცა და ანუ დრამატურგი შეცვალებოდა მაგრამ სინამდვილეში ვფიქრობ აი არსად არ მიდიოდა აი ეს პერსონაჟი უბრალოდ მიტრიალდა კედელი იქ არის კედელი დიალოგი არ დამთავრებოდა სად მიდიოდა უცებ მაგრამ აი ეს რო აქ რეჟისორს ხერხი და კიდე ის არის ხოლმე ქართულ იმაში ჩემი მჩნევია ხშირად ტელეფონზე რო ერთმანეთს ელაპარაკებენ და რო არ ემშვიდობებიან ხოლმე ანუ ეგეთი რაღაც ხო არავის არ გვიქნია რა კაი წავედეს მაინც ხო ეუნა ლაპარაკობ მე აუცილებლად დღეს მოვალ თუ რა არ ვიცი ანუ აი არაფერს არ ეუნებიან რა ბოლოს ისეთი შავა ამერიკულებში არის გადმოგირეკო ანუ რო ლაპარაკოს დღეს შემოდა შეიძლება გადმოგირეკო და ეგრევე იქნება იქნება გეუნება რა არცალია მე და ხო და ეგეთ რატო არ ბეζდებათ დღემდე ეგეთი რაღაცების გამოყენება თან ეგეთი კადრი მილიონი რო თუნდაც ეს გაღვიძება რა ძალიან ბევრ ფილმში არის ბურღავენ რატვინს რა ძალიან იმარტივებენ მაგით საქმეს პირიქით ხო შეიძლება იწვეს და ისე გაიღვიძოს შეშინებობა რატომ და წამოხდა არა ეგ რაც დაელეკა მაგ ტიპს შემქმნელს ტვინში მთელი ცხოვრების განმავლობაში გაღვიძება ყოველთვის შეიძლება ნებისმიერს გაგეპაროს და რო იღებდა ფილმს გაიგრე გააღვიძო კაცი უკვე იმდენად არის ჩამჯდარი ეს რა ანუ რო იცი რომ ეგრე იღვიძებს კაცი ბოჭი ადამიანს ეგრე იღვიძებს ხო რა გონია რომ ეგრეა ვერაფერ ვერ დააჯერებ რომ მე ჩვეულებრივად ვიღვიძებ ხო ამაშიც ერთი ეგეთი კლიშე შემხვედრია კიდე მაგიტო აი ეს ედოსენსი ყველანაირად ფრეშ როგორ არის ქართულად ჭყინტი არ უხდება ფილმს მაგრამ სპეციალიზად არო ვიზუალურად გადაღებით საუნდტრეკით აი ყველაფრით ახლებურ რო არ გინახავს რა ო ინგლისური ტერმინი რო არის ხო ფრეშ მოდი დავწყინტი მოდი ჩვენ გულებში ისე ჭყინტი სერიალი არის ჭყინტი სერიალი ეს თავის ხელწერით ხო და მაგაზეც რო ვიფიქრე ანუ ჯერ როგორ გარისკეს ეს ანუ აი როგორ უნდა გარისკო აი ეს რაც არის გადაღებული რომ ეგეთი თავდაჯერებული ყველაფერში ექსპერიმენტი გააკეთო სავით ხო იმიტომ რომ არც ერთი მართლა ხე შენ თქმის არ იყოს არც ერთი კლიშე არ არის ნუ ესე რაც არ ყოველ შემთხვევაში მე თვალში არ მოხვდა და მე ისეთი თითქოს არა მძიმე სცენები აი ფინალური სცენა ავიღოთ ეს დათუნიას არის გადააღებინე 80 სხვა რავი რეჟისორს პროდიუსერს არ ვიცი კომანდას და ამ ეფექტს ვერ მიიღებს რაც აქ არის რა
რა იცოდა რომ აი მაგ ეფექტს მიიღებდა რა არ ვიცი ან თუნდაც ეხა ჩემი საყვარელი კადრი და ისიც არ არის რომ ბოლო კადრი იყოს და ცადო სხვა ვერსია და მე მონტაჟი ნახო რომელი ხო არა ეს უნდა 1 საათიანი დადგო მე 14 დუბლი როგორც თქვეს და მე 14 დუბლის ბოლოს გააკეთო ეგ აბა იკაიფე 1 საათი დადიხარ უცხოდ კადრად და ანუ იცოდე რომ ეგ გამოგივა მაგის რისკზე მაგ ლაპარაკი რა რამდენად თავდაჯერებული უნდა იყოს ყველათან რო აი იცოდე რომ აი ეს გამოვა რა ისეთი გამოვა როგორიც თან ბიჭო 1 საათიანი თამაშის ბოლოს არის ყველაზე დრამატული რაც ამაცონ შეკრას დანარჩენი 4 სერია ეგ რო გამოგივიდეს ალბათ რა ტესტები გაკეთებული ექნებოდათ მანამდე რა არა კი მაგრამ ეგ ტესტი არ მოგცემს მაგას რა ანუ უბრალოდ ვიზუალური მას მოგცემს ხო რა წარმოდგენას მოგცემს ვერც მსახიობი ვერ იზავს ეგრე ვერ შევა იმას თან ეხა ის მე 14 დუბლიაო რო იძახი მან ხო არ გააფუჭებდნენ არა ერთხელ იყო პოლიციაში დენი წავიდაო შესრულები იყო უბრალოდ შუქი ჩაქრა ერთი დუბლი მაგიტო გაუფუშდა მან დაწკაც ხო პოლიციაში წავიდა შუქი ხო და ანუ ძალიან მაგრა გარისკეს და რაც გამოუვიდა არ ვიცი მეორე არის ერთი მაგალითად ჩემ ძმაკაც ურჩია ოღონდ ძალიან ბევრი ვილაპარაკე რა 2 საათი გაუჩერებლად ამ სერიალზე ვილაპარაკობდი და ესეთი შტაბ-შტილება არ დატოვა ანუ ზედმეტი მოლოდინი შევქმენი რა ამ ლაპარაკით. ხო, ეგეც არის ეხლა მაყურებელმა შეიძლება იფიქროს რომ ცუდ საქმეს უკეთებ სერიალს ხო. ხო, რაღაც მხრივ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ზედმეტის, იმიტომ რომ ეს ხო ცოტა სხვა რაღაც დეტალებში არის აქ ის რამაც ჩვენ დაგვიჭირა და ეს მოგწონს ეს სერიალი. და არა სიტყვაზე სხვა შედევრებში რაღაც სხვა მეთოდით როგორც არის გაკეთებული ხოლმე მუსიკა შემოვიდა რაღაცა და გული გაგიხეთქა. აქ რაღაცნაირად სხვანაირად არის ყველაფერი გაკეთებული და მაყურებელი რო სხვა რაღაცას ელოდება ის მომენტები ძალიან სერი ხდება ამისთვის, იმიტომ რომ იქით რაღაცას ელოდება კიდე. ხო, მაგრამ იდეაში თუ აქამდე მოვიდა, ანუ ხო, ჯერ უნდა ნახნანახი ქონდეთ რა და მე ვიყურე რა, ხო. ხო, მაგრამ ანუ ფაქტია რომ აგერ ერთ ადამიანს გაუფუჭეს შტაბ-შტილება, ზედმეტი მოლოდინი შეუქმენი რა და კიო არა მაგარიაო, ყველაფერი მაგრამ მომეწონაო, მაგრამ ეგრე რამ გაგაგიჟა არ ვიციო რა. ხო და ნუ ხო, ნუ ეხლა იგი უნივერსალური შედევრები არ არსებობს რა. მე მონტაჟი ყავდა ამ სერიალს. კი პროსტო ტიპი ფაილ მენეჯერია ალბათ რა. ხო, რო და რენდერს დააჭერს. ხო, პროსტო ინაუტებს საჭრის და კონტროლ M. კლაპიდან რომ მოაჭრას და ბოლოს. კი. აი გარი მაგის საქმე. და წერი ალბათ ტიტრებში ხო ედიტო. ხო, იქნება მე მონტაჟი. უნდა ვნახო ერთი რამდენი მე მონტაჟი. არის ერთი არ იქნება რამდენი. ხო, რამდენიმე იქნება. სეტზე ამონტაჟი ხო და ისა რა ქვია ნუ საუნდტრეკიც ხო სასწაულია არა ნუ ეგ ხო თან მარტო ეგ და მომახსოვრდა ეგ მუსიკა რა იმიტომ რომ მეორეშიც ხო არის ბოლოს ძალიან ცოტა მუსიკაა ხო ეხლა რასაც ვიხსენებ ხო მეორე არ არის მაგრამ ეგ საუნდტრეკი მართლა ეგ არის რა თან რო იწყება ისე იწყება რა და მე რეცნობ მელოდია არის და უი ეს სიმღერა არის რაღაცა მეთქი რა არის პირველივე ფრაზაზე ბიჭო თან გეცნობა თანის და მის სამღერით მივხვდი უკვე რაც იყო და ან ეგ რა იცოდნენ რომ ეგ მუსიკა ეგრე იმუშავებდა. გასაგებია რომ ტექსტზე წავიდნენ ახლა და ტექსტს რო უსმენ. მაგის მისამღერი გეუბნება, რაზეც არის ეგ სერიალი საერთოდ. How fragile we are რაღაცა რო რაზეც არის ხო, მაგრამ აი არ ვიცი, ეგრე რო იმუშავებდა ეგ მელოდიათან ეს ბავშვების იმით არ ვიცი, ისე იმუშავა რომ გეუბნები ყოველ დღე დილით ჩავრთავ ხოლმე მოусმენ ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები და ისე გავდივარ სახლიდან. ხო. ცუდ ხასიათზე მაყენებს. ეს მე მონტაჟი რო თქვი ერთხელ დამემართა ისა რომ ვერ წარმოვიდგენდით რამდენი გამონათებელი შეიძლება ყავდეს ანიმაციურ სერიალს. ან არ ვიცი რას ნიშნავს გამონათებელი ანიმაციურ სერიალში. ალბათ რაღაც ტერმინია გრაფიკული ვინც. ხო 3D-ში კეთდება მაინც. ხო. მაგრამ ძალიან ალბათ ერთი 20 ადამიანი იყო. ხო, ნუ ალბათ ეს საიდან ვიცი იცი? ხო, არ ვიცი. იმას რო იკეთებ MRI ქვია, ხო თუ MRT ქვია, ზო მე მაშინ. MRI არის ინგლისურად, MRT-ა რუსულად მე მგონი. ხო, არა, სხვა. თუ ხო, როგორც არის, მოკლედ. მაგაში რო წვევი უნდა იყო 40 წუთი გაუნზრებლად თუ რაღაცა მანდ ვიყავი და ზოგს აქ ესე რომ სათვალეს გიკეთებს. ხო, თუ რაღაცა შუშა იყო არ მახსოვს, მოკლედ რაღაც ფილმი გადის რომ 40 წუთი ესე გიჟივით არ იწვე, იმაზე გადაიტანო ყურადღება და მოანა რო არის მულტფილმი. ეგ გადიოდა. ოღონდ ეთყობა სუ ჩართული აქვს ლუპზე და მე რო შევედი მორჩა. დაღლილი იყო. მე რო შევედი მორჩა და ტიტრები წავიდა. ანუ მოიწე სუ ტიტრებს უყურებდი რა. თან მან მოკლე ტიტრი არის. ძალიან დიდი ტიტრი იყო და მაქედა ვიცი რომ 20 გამონათებელი ყავ და იმაქს მულტფილმს. ახლა გამახსენდა. ხო ალბათ არის რამ 3D-ში ახლა მე რომ მქონია რაღაც ის რომ Unreal-ის სწავლა დავიწყე რა ეს. არა ფრისკეთებისგან ხანდახან იცის ხოლმე და მანდ მე ტუტორიალებს რო უყურებდი განათებას ისე ხმარობენ
რომ ვიღაცა ტიპი იძახის, რომ ფლაგი უნდა ვთქვა, იმიტომ რომ სხვა ენაზე, რომ აი აქედან უნდა ჩაუფლაგო და შავი კუბიკი ჰაერში რაღაც შავი კუბიკი, რომელმაც შუქი შეზღუდა. ანუ განათების ის გააკეთა შინ. ხო, რაც ნამდვილად ნატურალურად სეტზე განათებას რაღაც სპეციალური ნაჭერიც იმას რომ ხო ნაჭერი სპეციალურ შავი ნაჭერი რომ სიტყვაზე აქეთა მხრიდან ჩაბნელებული იყოს ეგ გააკეთა იქ შიგნით ხო და მანდ მივხვდი რომ ტიპმა უნდა იცოდეს განათება რა ანუ შესაბამისად ალბათ აი შეიძლება ამასაც ყავდა ერთ-სამი მონტაჟი რაც არ ვიცით რა გააკეთა კი ბატონო კარგი მადლობა მადლობა შენ განახარჯეთ დავხარჯეთ ემოციები კი აღარ ვლაპარაკებ ცოტა ხანი ამაზე ალბათ ვინც უყურეთ და ვინც ნახეთ და ეგეთ ემოციებში ხართ კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი ემოციები კიდე ბევრჯერ სანახავი სერიალია შენ წარმატებები მადლობა მე უფრო სერიალზე გულშემატკი რომ ფილმზეც მაგრამ უფრო სერიალი მაინტერესებს რა ძალიან მინდა და ვნახოთ რაღაცა იქნება რა თავიდან ბოლომდე შენ ის არის სცენარი თუ კი ერთი რაც მაგ დაწერილი თავიდან ბოლომდე ჩემია სულ სხვა ჟანრია რაღაცა მაგრამ ისეთია რა აი ცოტა კომედიურიც არის ცოტა დუმბაძის ენით სოციალური დრამა კომედია რაღაცა უცნაური ჟანრია მაგრამ ნუ საინტერესო გამოვიდა ერთი სერია რაც დავწერეთ და ვინც წავიკითხა ყველას დააინტერესებს ნახოთ ჩამიგდე მეც აუცილებლად რომ დამაინტერესოს დავაი ერთი სერია წერია კი აუცილებლად ჩაგიგდებ და ნა დღეს კი ბატონო მადლობა ამ კაი ხალხისთვის იგრები როგორ შემოსკუპებულან Breaking Bad-ზე შეიძლება მაგრამ თუ გინდა მე ცალკე ერთი ის გავაკეთოთ Breaking Bad-ზე და ამ სამყაროზე და აი მაგაზე კიდევ უფრო მეტი ლაპარაკი შეიძლება კი ესე პირადად ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ სოკარი და სელფი და ერთ კვირაში შევხვდებით ეგ არის